პოლონეთში მომხდარი შეტაკების დროს დაშავებული ორი პირი ამ დრომდე ადგილობრივ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ადგილზე რჩება სპეცრაზმიც, რომლის მობილიზება გუშინ დაწყებული შეტაკების გამო გახდა აუცილებელი. დაპირისპირების შედეგად სულ 9 პირი დაშავდა, რომელთა დიდი ნაწილი ექიმებმა უკვე სახლში გაწერეს. კონფლიქტი კი დაიწყო ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემას და დასჯას ითხოვდნენ. გარდაცვლილ ახალგაზრდებს კი დღეს დაკრძალავენ. ირაკლი ბახტაძე მოგვაწვდის ბოლო ცნობებს პოლონეთიდან. ირაკლი გისმენთ. პოლონეთის მარნეულის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაღუპული ორივე ახალგაზრდის ცხედარი გუშინ გვიაღამით გადაასვენეს საცხოვრებელ სახლებში. სავარაუდოდ მათ დღის განმავლობაში დაკრძალავენ. ოჯახის წევრებს ჩვენ ვესაუბრებთ იმ ახალგაზრდების, რომლებიც ავტოავარიას ემსხვერპლენ. ისინი ამბობენ და აქვთ ვარაუდი იმისა, რომ 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა, იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რამაც გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე ახალგაზრდა არის აქაური მცხოვრები, ისინი იმყოფებიან საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სწრაფი სიჩქარით მომავალმა 21 წლის ახალგაზრდა განახორციელა საავარიო მანერი, რამაც გამოიწვია ორი ახალგაზრდის გარდაცვალება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთი პირი 16 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი 15 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში. იმდენად მძიმე იყო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერც ერთი პირის გადარჩენა ვერ შეძლეს. დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრები ითხოვდნენ იმას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, გადაეცათ მათთვის, რამაც გამოიწვია დაპირისპირება ადგილობრივებს შორის. ამ პროცესშიც მალევე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებით ჩაერთნენ, როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და რამდენიმე საათის განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება ბოლნისი მარნეულის საავტომობილო გზაზე. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებმა ვერ შეძლეს მოქალაქეების განეიტრალება, ამის შემდგომ უკვე საქმეში მალევე ჩაერთო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები, როგორც ვიდეო მასალები ვრცელდებოდა, დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ადგილობრივებმა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ააყირავეს, სადაც ის მძღოლი იჯდა, რომელმაც ორი ადამიანი მოკლა. რასაზე დაიჯახა მანქანა, ორივეს მოკლა. ეჩებრით ისა? თურალი იყო, სულ თურალი ის კაცი. სამი კაციო. მანქანაში ის ვინც რომელი მანქანა მოკლა. მანქანაზე იყო ეს ორი სალი გაიქცა ადგილზე. იმიტომ გადააბრუნეს ეს რო გამოიყვანოთ ეს ვინც დაიდაგა ბავშვები. იმიტომ თორე ისე რა პრობლემა პოლიციასთან და ხოლასთან რა არის პრობლემა არ აქვს. პროსტე ძირში იდგა ეს უგდარი კაცი და ის ცოცხალი ვინც დაიჯახა იმას შეიყვანეს სასრაფოში. შიგნით და მე ხალხი უნდა და ის რო გამოიყვანოს რომ მოკლას. მე პატარა რაღაცა არ არის ორი ბავშვია ეს ქათამი არ მოკლა. და იქიდან კიდე შეაგინებდე თვრალი იყო რა. არაფერი ვერ ამბავდა კარგად. თვრალი იყო და შეაგინა მანქანიდან და იმედო მანქანა ასე გააკეთეთ. ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს. ვინც ეს გააკეთეთ, ვინც ახალგაზრდა ბიჭები დახოცა ციხეში უნდა წავიდეს. დაპირისპირების დროს 8 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე პირს აქვს მრავლობითი დაზიანებები, ისინი ადგილობრივ კლინიკაში იყვნენ გუშინ შეყვანილები და მას შემდეგ, რაც აქ ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა, ამის შემდგომ სხვადასხვა დანაყოფები ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეში და ამ დრომდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები ისევ რჩებიან მუნიციპალიტეტის კლინიკის ეზოში, მათ შორის არიან როგორც სპეცრაზმელები, ასევე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესაც სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები დატოვონ მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება თავად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მედიკოსი ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ორი პირი რჩება, მათ სიცოცხლეს საბედნიეროდ საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი პირები, რომლებიც კლინიკაში იმყოფებოდნენ, უკვე გაწერილები არიან ბინაზე, მათ სიცოცხლესაც რასაკვირველია საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მედიკოსი ამბობს, რომ ის ორი პირი, რომელიც ამ დრომდე არის კლინიკაში, მათი ისინი დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ მედიკოსების და სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოუწევთ ყოფნა. შემოიყვანეს 10 პაციენტი. აქედან ორი უმალოს ჩვენს კლინიკაში. 8 გაეწერა. სხვადასხვა ტრავმებით გაეწერნენ
და მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი ამბულატორიული მკურნალობისა ფინანსზე. ერთი გადაყვანილი არის პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება ჩვენთან დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში ალბათ იმას გადავიყვანთ ინტენსიურში. ძიმე დაზიანებები აქვს და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ. დაშავებულებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, მაშინ როდესაც მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სწორედ ამ დროს დაშავდნენ პოლიციელები. ამ ინფორმაციას ავრცელებს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამავე უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ პოლიციელებმა ცხელკვალზე დააკავეს ის პირი, რომელიც სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს და რომელმაც საავარიო განხორციელებული მანევრის შედეგად 2 ადამიანი მოკლა. ამ დრომდე გრძელდება გამოძიება, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და მოქალაქეები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრენ, პოლიციის განყოფილებაში ყავთ გადაყვანილი, ისინი სავარაუდოდ დეტალურ ინფორმაციას მიაწიან სამართალდამცველებს ამ მომხდარ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეეხება თავად იმ 21 წლის ახალგაზრდას, რომელიც სავარაუდოდ ამ დრომდე რჩება სამმართველოში. დღის განმავლობაში მას სახელმწიფო ბრალდება ოფიციალურად წარუდგენს ბრალს და ამის შემდგომ არ არის გამორიცხული, რომ დღესვე ჩაინიშნოს სასამართლო პროცესიც.